მელ გიბსონი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რეჟისორია. ის $42 მილიონ საკუთარი ჯიბიდან ხარჯავს იმისთვის, რომ მალიბუს მთებში დახურული ეკლესია ააშენოს. მაღალი ღობე, შეიარაღებული დაცვა და ტაძარი. ეს ტაძარი დაკავშირებულია ტრადიციონალისტურ კათოლიკურ მოძრაობასთან, რომელსაც ვატიკანი წვალებლურად მიიჩნევს. ფიქრობდით, რომ ქრისტეს უნებანი მხოლოდ ძლიერი კინოა, ხოლო მელ გიბსონი უბრალოდ კათოლიკე? არა. ქრისტეს უნებები ესაა იარაღი გამოცხადებულ ომში. უკვე ბევრი წელია, რაც კათოლიკე მელ გიბსონი ტოტალურ ბრძოლას აწარმოებს ვატიკანთან. ის ღიად ეძახდა პაპ ფრანცისკეს ერეტიკოს, ხოლო ვატიკანის ახალ ხელმძღვანელობას მიიჩნევს იმავე დამანგრეველი კურსის გამაგრძელებლად. გიბსონისთვის რომში სახეების შეცვლა არაფერს ცვლის. მისი აზრით, სისტემამ საბოლოოდ დაკარგა კავშირი ჭეშმარიტ რწმენასთან. რატომ წავიდა მილიონების კერპიყრუ რელიგიურ იატაკქვეშეთში? რატომ არ წყდება სკანდალები მისი ფილმების გარშემო წლების განმავლობაში და რა შემაშფოთებელი სიმართლის ჩვენებას აპირებს გიბსონი თანამედროვე სამყაროზე მოახლოებულ ფილმში ქრისტეს აღდგომა? ჩვენ შევეცდებით შევიხედოთ მელ გიბსონის მისტიციზმის სიღრმეებში. ასეთი ჰოლივუდი თქვენ ნამდვილად არ გეცოდინებათ. თანამედროვე რომის მიმართ გიბსონის სიძულვილის გასაგებად საჭიროა თავად მსახიობის დემონების გაგება. მისი პირველი ზარი მარადისობიდან გაისმა ჯერ კიდევ 1984 წელს. თვრალი მელ გიბსონი მანქანით ხევში გადავარდა. თვალდახუჭულმა მხოლოდ ამის თქმა მოასრო, ღმერთო გადამარჩინე. როდესაც მან თვალი გაახილა, დაინახა, რომ მანქანა უფსკრულის პირას ეკიდა. მოგვიანებით მელი ამას აღიქვამდა როგორც ნიშანს, რომელსაც იმ მომენტში მნიშვნელობა არ მიანიჭა. მაგრამ საბოლოო ეგზისტენციურ ჩიხში ის აღმოჩნდა 1990-იანი წლების დასაწყისში. მელი დიდების და შემოსავლების მწვერვალზე შინაგანად ჯოჯოხეთში იმყოფებოდა. მძიმე ალკოჰოლიზმი, მანიაკური მომენტები და უმძიმესი დეპრესია. ერთხელ ის ცათამბჯენი სახურავზე იდგა და მზად იყო გადმოსახდომად. მოგვიანებით ის იხსენებდა, რომ გრძნობდა აბსოლუტურ სიცარიელეს და სრულ შინაგან კრევას. თითქოს ეშმაკი თავისკენ ეკაჩებოდა. ამ საშინელი განცდების დროს გიბსონი მუხლებზე დაეცა. დაიწყო ლოცვა და მოგვიანებით აღწერა ის, როგორც მომენტალური შინაგანი გარდატეხა გრძნობების სრული სპექტრით. ეს იყო ფხიზელი გაცნობიერება იმის, რომ თუ კი მარტო დარჩებოდა საკუთარ თავთან, აუცილებლად დაიღუპებოდა. ასე ხდება. მელი იხსენებდა, რომ სჭირდებოდა ვინმეს მოჭიდებოდა და მოეჭიდა რწმენას. მსახიობმა დაიწყო შინაგანი აღდგენა და გამოჯანმრთელება. ამიტომ დაიწყო მისი დაბრუნება ულტრატრადიციულ კათოლიციზმთან, რომელშიც ზრდიდა მას მამა, რადიკალი თეოლოგი ჰატან გიბსონი. მამამ შვილს საბაზო იდეა ჩაუნერგა, თანამედროვე სამყარო უფსკრულისკენ მიექანება. ეკლესიამ კი საკუთარ საფუძვლებს უღალატა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. და ისე მოხდა, რომ ასეთი მძიმე განცდების შემდეგ მელი თავად მივიდა ასეთ დასკვნამდე. გიბსონს სჭირდებოდა უდრეკი სისტემა, სადაც სიკეთე და ბოროტება ობიექტურად არსებობენ, ხოლო ცოდვა მეტაფორა არ არის, რადგან საკუთარ თავზე გამოსცადა. როგორც მოგვიანებით თავად მსახიობი ამბობდა, მე საკუთარ თავს ვარ მინდობილი. უკან მოუხედავად მივექანები ქაოსისკენ და ფული ვერ მიშველის, უნდა მოვეჭიდო რაღაც უზადოს და მუდმივს. რა მოხდა 1960-იანებში? რატომ თვლის გიბსონი, რომ ვატიკანი ყალბია? 1962 წელს ვატიკანის მეორე კრება ჩატარდა. ერთი შეხედვით კეთილშობილი მიზანი. ეკლესიაში სუფთა ჰაერის შემოსაშვებად, რომ ეკლესია უფრო გასაგები გამხდარიყო თანამედროვე ადამიანებისთვის. მაგრამ კონსერვატორებმა ეს რეფორმები დამანგრეველ ქარიშხლად აღიქვეს. ჯერ ერთი კრებამ გააუქმა ტრადიციული ლათინური მესა. ადრე მღვდელი იდგა ადამიანებისკენ ზურგით და სახით საკურთხევლისკენ, როგორც ადამიანს და ღმერთს შორის შუამავალი. ახლა ის შეტრიალდა დარბაზისკენ. ლათინური კი ნაციონალურმა ენამ ჩაანაცვლა, კერძოდ ღმერთის დაფასება შეცვალა საზოგადოების გულის მოგების მცდელობამ. ეკლესია კი ფაქტობრივად გადაიქცა პოლიტიკურ და პიარ სტრუქტურად. კათოლიკებში დაიწყო სერიოზული განხეთქილება. გიბსონის და მილიონობით ტრადიციონალისტისთვის მისტიკური საიდუმლო გადააქციეს თანამედროვე სამყაროს გამარტივებულ და მოსახერხებელ რელიგიად, რომელიც ერგებოდა საზოგადოების ცვალებად მოთხოვნას, მაგრამ ლათინური იყო მხოლოდ ფასადი. შეიცვალა თავად კათოლიკური ეკლესიის ფილოსოფია. სულების გადარჩენის ნაცვლად ვატიკანი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობდა მსოფლიოსთან გლობალური პოლიტიკის ენით, კლიმატზე, მიგრაციაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, რელიგიას შორის დიალოგზე, უმცირესობის უფლებებზე. მილიონობით მორწმუნე ამაში ხედავდა ეკლესიის მოდერნიზების და გადარჩენის მცდელობას 21 საუკუნეში, მაგრამ ტრადიციონალისტებისთვის ეს იყო რწმენის სახიფათო დასუსტება.
ჭრება. სად არის მაშინ სული, ცოდვა, გადარჩენა, ჯოჯოხეთის შიში, ღმერთის მისტიკური განცდა. გიბსონისთვის პრობლემა იყო არა მხოლოდ რეფორმებში, არამედ იმაშიც, რომ ეკლესიამ შეწყვიტა მარადისობაზე ლაპარაკი და ზედმეტად დაიწყო მორგება თანამედროვე სამყაროზე. თითქოს ყველაფერი დაინახეს. ბოლო წლებში ევროპა სწრაფად კარგავს რელიგიურობას, ცარიელდება კათოლიკური ტაძრები, იხურება მონასტრები, მცირდება მღვდლების რიცხვი. გახდა კი თანამედროვე სამყარო უფრო ბედნიერი და თავისუფალი. რა თქმა უნდა არა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ანტიდეპრესანტებს მოიხმარს დასავლური სამყაროს მოსახლეობის თითქმის 80%. განვითარებული საზოგადოება შეიპყრო საგნების ეპიდემიამ. მათ არსებობის აზრი დაკარგეს. სწორედ ამას მიიჩნევენ ტრადიციონალისტები ეკლესიის ახალი მოდელის მთავარ მარცხად. გიბსონი განსაკუთრებით აღაშფოთა ვატიკანში პაჩამამას ქანდაკებასთან დაკავშირებულმა სკანდალმა, რომელიც ბევრმა კონსერვატორმა აღიქვა როგორც უარი ტრადიციულ ქრისტიანულ იდენტობაზე. ვატიკანში ქანდაკებებთან დაკავშირებული ყველაზე გახმაურებული სკანდალი 2019 წელს მოხდა. პაპმა ფრანჩესკამ ამაზონის სინოდის დღეებში აკურთხა ამაზონის რეგიონის სიმბოლოები, ეგრეთ წოდებული პაჩამამას ხის ფიგურები. ტრადიციონალისტებმა კათოლიკურმა ჯგუფებმა ეს ფიგურები წარმართულ კერპებად მიიჩნიეს. მათ ფარულად მოიპარეს ხის ქანდაკებები ვატიკანთან ახლოს მდებარე სანტა მარია ინ ტრანსპონტინას ეკლესიიდან და მდინარე ტიბერში გადაყარეს. პაპმა ფრანცისკემ როგორც რომის ეპისკოპოსმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში მომხდარი ინციდენტის გამო. მან აღნიშნა, რომ ფიგურები გამოფენილი იყო ყოველგვარი კერპთა ხვანისმცემლების განზრახვის გარეშე. მოგვიანებით იტალიის პოლიციამ ფიგურები მდინარიდან ამოიღეს. ისინი არ დაზიანებულა. გიბსონი ასევე მკაცრად აკრიტიკებდა ვატიკანს პედოფილი მღვდლების დანაშაულების დაფარვის გამო. მან ამ მოვლენას სულიერი გახრწნა უწოდა. გიბსონის მსგავსი რადიკალებისთვის ეს იქცა განხეთქილების სიგნალად. ისინი მიეკეთნენ მკაცრი პოზიციების მქონე კათოლიკს და ფრთას. რეფორმების შემდეგ თითქმის ყველა პაპმა დაკარგა ჭეშმარიტი რწმენა. გიბსონი, როგორც ამ ფრთის წარმომადგენელი, არ აღიარებს პაპს 1958 წლის შემდეგ. მიაჩნია, რომ პაპის ტახტი ამ დროიდან ცარიელია და მისი ადგილი ერეტიკოსებს უკავიათ. 2004 წელს გიბსონი წყვეტს საპასუხო დარტყმას და ქრისტეს ვნებების გადაღებას. ჰოლივუდის სტუდიები შეშფოთებულები უარს ამბობენ პროექტის დაფინანსებაზე, მაგრამ რეჟისორი გადაწყვეტს საკუთარი ფულის დახარჯვას, რაც $30 მილიონ მეტი იყო. ეს დიდი ფულია და რისკიც დიდი ახლდა. მან საფუძვლად აიღო არა თანამედროვე ადაპტაციები, არამედ შუა საუკუნეების მონაზვნის ანა ემერხის მისტიკური ხილვები. კათოლიკური ეკლესია მის მიმართ ორაზროვნადაა განწყობილი. ფილმი გადაიღეს მხოლოდ ლათინურად და არამეულად. გადაღებებზე უცნაური ფაქტები ხდება. ქრისტეს როლის შემსრულებელს ჯიმ კევიზელს მეხი დაეცემა. გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ ასისტენტს კი დენი ორჯერ დაარტყამს. თავად კევიზელი სერიოზულ ტრავმებს მიიღებს. ხარი ამოუვარდება და პნევმონიას გადაიტანს. გიბსონისთვის ეს იყო არაუბრალოდ ფილმი, არამედ ჯოჯოხეთი, ცოდვების გამოსყიდვა და ცარიელი მინიშნებები ამას სხვა მსახიობებიც ადასტურებენ. ჯვარცმის სცენაში კადრში ჩნდება თავად გიბსონის ხელი ჩაქუჩის და ეს მისი პირადი აღიარებაა, რომ მან აცვა ის ჯვარს საკუთარი ცოდვებით. ბევრმა ფილმის ზედმეტი სისასტიკის და რელიგიური ფანატიზმის გამო გააკრიტიკა, მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ. ფილმმა კინოგაქირავებაში მოაგროვა $620 მილიონზე მეტი და ხდება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დამოუკიდებელი კინოფილმი 10 წლის განმავლობაში ისტორიაში. გიბსონმა დაამტკიცა, რომ მისი კონფლიქტი თანამედროვე სამყაროსთან მილიონობით ადამიანში იწვევს გამოხმაურებას. ეს იყო პირველი გზავნილი. ფილმის ტრიუმფის შემდეგ გიბსონი საბოლოოდ ემიჯნება ოფიციალურ ვატიკანს და წარმოუდგენელ რამეს ჩაიფიქრებს. დაიწყეს მზადებას ქრისტეს ვნებების მეორე ფილმის გადაღებისთვის. 10-ჯერ მეტი ბიუჯეტით, $250 მილიონი ბიუჯეტით და ამაში ხედავს თავის მთავარ მისიას. მაგრამ მანამდე მალიბუში ჩნდება მისი კერძო ტაძარი, წმინდა ოჯახის ეკლესია. იქ უცხო ადამიანებს ფაქტობრივად არ უშვებენ ქალებს თავსაბურების გარეშე. მსახურება მკაცრად ლათინურ ენაზეა. გიბსონი მოკავშირეებად იყვანს კათოლიციზმში ყველაზე დიდ ამბოხებულებს. როდესაც 2024 წელს ვატიკანი ოფიციალურად გარიცხავს ეკლესიიდან არქიეპისკოპოს კარლო მარია ვიგანოს, მელმა მას ღია წერილით მიმართა. შემდეგ კი რომის პაპ ფრანცისკეს ერთ-ერთ მთავარ ულტრაკონსერვატიულ კრიტიკოსად იქცა. ვიგანო დამნაშავეცნეს სქიზმაში, განხეთქილებაში და ამ წერილში მელმა მის ეკლესიიდან გარიცხოს პატივი უწოდა.
ვიგანო სერიოზული ადამიანია, ის წლობით უწოდებდა პაპს სატანის მსახურს და ადანაშაულებდა ელიტებს ეკლესიის ნგრევის წახალისებაში. სწორედ ვიგანო და განთქმული მღვდლები ჯეიმს ალტმანი, რომელიც ლათინურ მესებს ატარებდა პირდაპირ გადამღებ მოედანზე, იქცნენ გიბსონის მთავარ სულიერ გიდებად ცხოვრებაშიც და ფილმის ქრისტეს უნებების გადაღების დროსაც. ვატიკანმა აუკრძალა თავის მღვდლებს უდავსახურება გიბსონის ტაძარში, მაგრამ საკურთხეველი იქ ცარიელი არ არის. მეტიც, ვატიკანი იძულებული გახდა ბევრი მღვდლისთვის პატიება მიეცა, ანუ გიბსონის ზეწოლა მუშაობს. ამგვარად ვატიკანი დღეს ლაპარაკობს ჯოჯოხეთზე როგორც მეტაფორაზე. ამბოხებული მღვდლები და გიბსონი დარწმუნებულები არიან, რომ ჯოჯოხეთი რეალურია, მატერიალურია და ის საშინელი ფიზიკური ციხეა. სწორედ ამ ჯოჯოხეთის ჩვენება გადაწყვიტა გიბსონმა მთელი მსოფლიოსთვის მომავალ წელს. მელ გიბსონი 70-ზე მეტი წლისაა. ეს ფილმი მისი ფინალური მანიფესტია, კაცობრიობის გაღვიძების მცდელობა. ვინ არის იგი, ჭეშმარიტი რწმენის უკანასკნელი დამცველი თუ ფანატიკოსი ერეტიკოსი, რომელიც ჩუა საუკუნეებში ჩარჩა?